მე მგონი ევროპას ესმის, რომ შეიძლება გახდეს მომდევნო სამიზნე, ხომ? რუსეთის ეს ღია თქვა გუშინ ემანუელ მაკრონმა, თქვენ კარგად იცნობთ საფრანგეთის პოლიტიკას განსაკუთრებით. მაინტერესებს არის თუ არა რაიმე გასაკვირი იმაში, რომ ახლა საფრანგეთი და კონკრეტულად მის პრეზიდენტი იღებენ ლიდერობას პროცესზე დიდ ბრიტანეთთან ერთად და სავარაუდოდ გერმანიასთან ერთად. დიახ, მართლაც უნიკალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ისტორია ამ კვირების განმავლობაში ძალიან დაჩქარდა ტრამპის მოსვლის შემდეგ. ყოველდღიურადაც კი იმდენად იცვლება სხვადასხვა პოზიცია ამა თუ იმ ქვეყნისა თუ სხვადასხვა სტრატეგია მოლაპარაკებების შესახებ, რომ მართლა ძნელია რომ მიადოინო თვალყური. დღევანდელი საგანგებო სამიტიც სწორედ ამისი გამოძახილი გახლდათ, რატომ? იმიტომ რომ ასე მოკლე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა მოახერხეს, რომ შეჯერებულიყვნენ ისეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობის პაკეტზე, 800 მილიარდზე ხომ საუბარი, როგორიც მოხერხდა ბოლო ჯერზე მხოლოდ კოვიდის დროს, როცა პანდემიამ იფეთქა მთელ მსოფლიოში. ეს მეტყველებს აი მართლაც საგანგაშო მდგომარეობაზე. მაკრონის სწორედ აქცენტების აქეთ იყო გადატანილი. მან ფრანგი ანალიტიკოსების და საზოგადოების აზრით ორ რამეზე გაამახვილა ყურადღება. არც ძალიან უნდოდა რომ დაეპანიკებინა მოსახლეობა და ევროპის პოლიტიკური და სხვა წრეები, მაგრამ ამავე დროს მტკიცედაც განეცხადებინა, რომ აღარ იქნება საქმე ისე როგორც ადრე იყო. რა იგულისხმებოდა? მან ძალიან კაფეოდ განაცხადა, რომ მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შეეხება ევროპას, ეს მარტო უკრაინას არ ეხება, არამედ მთლიანად ევროკავშირის მომავალს. და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მომენტში საფრანგეთის საზოგადოებისათვის და ევროპისათვის ასევე, რომ მართლაც და მაღვიძარას როლი შეესრულებინა, გაეღვიძებინა ის მომენტები, რაც ბევრის აზრით 80 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და ამერიკამ თავის სამხედრო ყოფნით და სტრატეგიული განლაგებით თავისი ძალებისა ევროპაში შეინარჩუნა უსაფრთხოება, მშვიდობა და მოუტანა მართლაც არნახული ევროპის ისტორიაში აღმავლობა, მათ შორის მარშალის გეგმის მეშვეობით. და ეს ეპოქა მორჩა. ამას უსვამდა ის ხას სწორედ გუშინ მაკრონი და მე მგონი მოახერხა, იმიტომ რომ ბოლოს გამოქვეყნდა სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები და ბევრმა დადებითად აღიქვა მისი ეს მართლაც და საგანგებო და არატრივიალური მოხსენება მიმართვა ფრანგი ხალხისა. ეს მიმართვა უკვე არაერთ გზის და ბევრმა გამოცემამ გაანალიზა ჩვენ საზოგადოებაც ისეთი საინტერესო მომენტია, რომ მართლა ყველა მსჯელობს, სადაც არ უნდა წახვიდე, იქნება ეს ტაქსი, შეხვალ მაღაზიაში, აქ არ არის მხოლოდ როგორც იყო ამ დრომდე, მხოლოდ ნაცი-ქოცის განხილვა ჩვენი აუდიტორიის წიაღში ხდება დიდი პოლიტიკის განხილვა, იმიტომ რომ ეს ნიშანია იმის, რომ საზოგადოება გრძნობს, რომ ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადრე ჩვენ ქართველები ჩემპიონები ვიყავით, ხო? ყველა ფეხბურთის ექსპერტი ვიყავით და საგარეო პოლიტიკის. რატო? იმიტომ რომ გვაწუხებდა, ხო? ერთიც და მეორეც და ეხლა დროა რომ ევროპელებმაც შეისწავლონ საგარეო პოლიტიკა. მეტი ყურადღება დაუთმონ, მაგრამ ეს მარტო ხუმრობა არა, ეს მართლა სერიოზული საკითხია, რაც უფრო რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მეც ისაუბრებენ, მეტი დებატი იქნება ამ ევროპულ საზოგადოებაში მათი მომავლის შესახებ, უკეთესია. სწორედ იმაზე იყო აქცენტი მაკრონის გამოსვლაში, ისე როგორც ძალიან აქტიურობს სტარმერი, ბრიტანელი პრემიერი, რამდენიმე დღეში, კვირაში უკვე ჩაერთვება ამ ძალიან მნიშვნელოვან დებატებში მომავალი კანცლერი მერცი და უკვე გამოყოფენ ამ სამეულს, ამ ტრიოს, როგორც ევროპის ერთგვარ მომავალ ტრიუმვირატს ლიდერობის თვალსაზრისით, რომელმაც ევროპის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. და ეს კარგია, იმიტომ რომ ეს მინდოდა მეთქვა, რომ ევროპა მართლაც ძალიან გზასაყარზეა. და მიხვდა, რომ ძალიან სხვანაირი სჭირდება მას დაფიქრება და გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მერცმა დაარქვა ამას, რაც არ უნდა დაგჭირდეს
ყველაფერს ვიზამთო, ხო? ამაში იგულისხმება ისეთი მართლაც და არატრივიალური გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა კონსერვატორია ძალიან გერმანია ფისკალურ საკითხებში ტრადიციულად, ხო? და არ მოსწონს ეს ბევრს ევროპაში და დღეს გერმანია საუბრობს 500 მილიარდის ახალი მექანიზმის შექმნაზე, რათა თავდაცვა და ინფრასტრუქტურა გამოაცოცხლოს და ევროპას შესძინოს ახალი ლიდერობის როლი. და მით უმეტეს ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია ბევრი რამის გამო, მაგრამ ერთი მომენტი მინდა გამოვყო, რატომ? იმიტომ რომ ფაქტიურად ეხლა მოსწონს ვინმე ტრამპი თუ არა თუ ახალი პოლიტიკა ამერიკისა, ძალსახაა რომ თავისუფლმა სამყარომ ამ მომენტში დაკარგა ლიდერი. ხომ? და ახლა არის ძიება იმ ახალი ლიდერის თუ ლიდერებისა, ამ შემთხვევაში ეს ტრიო სწორედ შეიძლება მოვიაზროთ ასეთ ფორმატად, რომელიც აიღებს აი ამ დემოკრატიების, ლიბერალური ფასეულობების, მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სხვადასხვა კონტინენტზე მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჯერა რომ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც პერიოდში, რამდენიმე წელში კვლავ დაუბრუნდება აი ამ ინტერნაციონალურ ლიბერალურ დემოკრატიის ოჯახს, რომელიც მანვე დააფუძნა სხვათა შორის 1945 წლის შემდეგ. ის რომ სახელმწიფო მდივანმა გუშინ თქვა ასეთი რამ, რომ რაღაც გზავნილი იყო მოკლე, მაგრამ მაინც ერთ მხარეს დააყენა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, უკრაინა და მოწინააღმდეგე მხარეთ რუსეთი. არ ვიცი ამ წუთისთვის ახლა ამერიკის სახელმწიფო მდივანს რამდენად აქვს გავლენა ან ეს სიტყვები ხვალ რა სიტყვებად შეიძლება გარდაიქმნას, მისი კი არა ტრამპი თვითონ ამბობს, რომ მიუბრუნდები და მოუბრუნდები შესაძლოა აბსოლუტურად სხვა რეალობა იყოს და მეც შესაბამისად სხვა განწყობები გაგიზიაროთო, მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ აი ასეთი მოცემულობა, რომ თითქოს რაღაც ერთი ინტერესის ქვეშ ორი მსხვილი ამხელა სივრცე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და აქეთ მხარეს ევროპა ასეთი რამ წარმოგიდგენიათ საერთოდ, რომ რაღაცნაირად დაემთხვეს ბოლომდე რუსულ-ამერიკული ინტერესები, ეხლა შეიძლება ძალიან ისევ სამკითხვას უხეშად, ეს ალბათ შეუძლებელია, მაგრამ აი უკრაინის თვალსაზრისით, ხომ? იქ თუ არ იქნა ის, რაც ამ კონტინენტს ხომ სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ამ შემთხვევაში რაღაც ერთ ინტერესში იქნებიან მოქცეულები. აი ეს ჰიპოთეტურად არის თუ არა შესაძლებელი? რა თქმა უნდა არის, ამაზეც იყო საუბარი უამრავ კომენტარში, განცხადებაში, გუშინ მაკრონმა როცა საუბარი ჩამოაგდო იმაზე, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერს, იგულისხმება უკრაინის კონფლიქტზე სამშვიდობო მოლაპარაკებები. მან მეორე მომენტიც ახსენა, რომ მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და შევქმნათ ფაქტურად ახალ ნატოზია საუბარი, ხო, ევროპულ ნატოზე. ახალი ნატო იქ ამბობს, რომ ბირთვული ხოლგაც იქნება სივრცის ხელთ, ხო? საფრანგეთი ერთ-ერთი ბირთვული სახელმწიფო ევროპაში. ამ მოხსენებით სწორედ გახსნა მან დებატი საფრანგეთის საზოგადოებაში, რატომ? იმიტომ რომ ევროპულ კონტინენტურ ევროპაში მხოლოდ საფრანგეთს აქვს ბირთვული არა, ხო და გერმანია სიამოვნებით განალაგებდა მის ტერიტორიაზე მაგალითად ბირთვული იარაღს. ეს მოსალოდნელი. მართლა ჩვენ ხელში უნდა დარჩესო ეს თქვა ხაზგასმით მაკრონმა. ხო და ასევე ამბობს მერციც არანაკლებ მტკივნეულად მან აღნიშნა ჯერ კიდე არჩევის საღამოსაც, რომ ასეთ რამეს მეც ვერ წარმოვიდგენდიო, რაც ხდებაო ეხლაო ამერიკის პოზიციაზე საუბარი, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს უსაფრთხოება და მშვიდობის უზრუნველყოფა კონტინენტზე ჩვენს ხელში ავიღოთ. თუმცა აი მე მგონი არ ეწყინება ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ ევროპის ამ მიმართულებით გაძლიერება. თხოვდა კიდეც ტრამპი ევროპას, რომ მეტი ძალები და მეტი რესურსი გაეღო საკუთარი სიძლიერისთვის. წესით არ უნდა იყოს წინააღმდეგი ამ პროცესის და ამას არ უნდა აღიქვამდეს საფრთხე. თუ როგორ ფიქრობთ, აი ეს რა კონტექსტი იქნება უკვე შემდეგ ევროპულ-ამერიკული ურთიერთობები? გეთანხმებით, ლოგიკურად ეგრეა, მაგრამ სწორედ იმაშია ახლა პრობლემა, ხო, როგორც ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, არა მარტო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და ლიდერები ვაშინგტონში, არამედ თვით რესპუბლიკელებშიც არის ეს დებატები, რომ ეს არის პრობლემა, რომ არ არის განგრძობადობა, არ არის
ლოგიკური სტრატეგიის განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მიერ. არის უამრავი ცვალებადობა. დღეს ერთ სიტყვიან, ხვალ მეორეს ამბობენ, სხვადასხვა წარმომადგენელი სხვადასხვა პოზიციას აფიქსირებს. დღის განმავლობაში რამდენჯერმეც კი იცვლება მათი მოსაზრებები. ეს არის პრობლემა. რომ პოლიტიკაში ერთგვარი ქაოსია, ამას ბევრი არის. ქაოსია და ამ პროცესში რა თქმა უნდა სასურველია ჩვენ ვიყოთ სწორ მხარეს, ეს ფუფუნება ჩვენ არ აღმოგვაჩნდა, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ცვლილებები და მე მაინც გონია ოპტიმისტი ვარ, ძალიან ბევრი რამის გამო ახლა ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თავარი რა არის, რომ ევროპას აქვს ახალი როლი მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს კონტინენტზე და მომავალშიც არ არსებობს, რომ ტრამპის ეს არაადეკვატური სხვადასხვა პოზიცია არ შეიცვალოს შიდა წინააღმდეგობების გამო.